გაუჩინარება რაღაც ფენომენად იქცა, რომელსაც მრავალმხრივი პრობლემები ახლავს და სირთულის ახალ დონეს მატებს. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც მეთვალყურეობა ნორმად იქცა, ველოდებით, რომ ამ საიდუმლოებებიდან ზოგიერთი მკთისიერად გაიხსნება, მაგრამ ასე არ ხდება. არსებობს სერიოზული შიშები, რომ ჯოან სიონ ლავაკის საქმე 38 წლის მამაკაცი, რომელიც 2024 წელს ახალ ზელანდიაში დარგავილში ცხოვრობდა, შიხში შევიდა და მალე გაუხსნელ საქმედ იქცევა. მისი ოჯახი სასოწარკვეთილია პასუხების მოლოდინში, თუმცა განაცხადეს, რომ სრულად ენდობიან ახალი ზელანდიის პოლიციას და იმედს არ კარგავენ, რომ მისი საქმე საბოლოოდ გაიხსნება. ახალი კვალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ მოიპოვონ, საზოგადოებისთვის უკვე გამოქვეყნდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. იმავე წლის 2 აგვისტოს ჯოანას ნეშტი რაპიდოს სანაპიროზე ომამარისა და არანგას სანაპიროებს შორის იპოვეს და გამომძიებლებისთვის მაშინვე ნათელი გახდა, რომ ის დანაშაულის მსხვერპლი იყო. გახსნეს მკვლელობის გამოძიება და მალევე ინფორმაცია საზოგადოებასაც მიაწოდეს. პოლიციამ განაცხადა, რომ ეძებდნენ ჯოანას ტანსაცმელს, რომელშიც შედიოდა თეთრი ნაიკის მაისური, მუქი ფერის Everlast-ის შარვალივალი და წითელი Adidas-ის თასმების გარეშე ფეხსაცმელი. ესევე ვერ იპოვეს მისი მანქანა და საზოგადოებას თხოვეს ყურადღება მიექციათ შავი Mitsubishi Outlanderისთვის. მათ დაამატეს, რომ ერთ მომენტში მანქანა გაჩერებული იყო ომამარის სანაპიროსკენ მიმავალი შესასვლელთან, რადგან მოწმეებმა ის იქ შენიშნეს იმ წლის 1 აგვისტოს დაახლოებით საღამოს 7 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებს ამ საქმეზე მეტი ინფორმაცია არ გაურცელებიათ, მათ სთხოვეს ყველას, ვინც შენიშნავს თეთრ 2012 წლის Toyota Hilux ბრტყელი საბარგულით და ძაღლების გალიებით უგანა ნაწილში დაუკავშირდნენ მათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მანქანა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯოანის გარდაცვალებასთან. ცნობილია, რომ ჯოანი და მისი ოჯახი ხშირად ატარებდნენ დროს იმ სანაპიროზე, სადაც ის იპოვეს. თუმცა პოლიციამ უარი თქვა, განემართა იციან თუ არა რატომ იყო ის იქ იმ ღამეს, როცა სიცოცხლე დაკარგა. მიუთითებენ, რომ მას სახლში გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა დროებით მანქანაში დაეძინა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება. მედიას აცნობს, რომ რამდენიმე ადამიანს კითხავდნენ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუმცა პოლიციას არ გამოუქვეყნებია ეჭვმიტანილების სახელები და მათ ასევე არ გაუკეთებიათ კომენტარი იმ ვარაუდზე, რომ ჯოანის ოჯახის რომელიმე წევრი შეიძლება იყოს მისი გარდაცვალების საქმეში ჩართული. ამ ეტაპზე ისინი კონცენტრირებულნი არიან ჯოანის დაკარგული ტანსაცმლის პოვნაზე და იმ 2 ავტომობილის გადაადგილების დადგენაზე, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. ისინი ასევე ცდილობენ დაადგინონ, ვინ მართავდა ავტომობილებს იმ ღამეს, როდესაც ჯოანმა სიცოცხლე დაკარგა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ჯოანის სიცოცხლე იმ სანაპიროზე დასრულდა, სადაც ის იპოვეს, თუ ვინმე მიქ გადაიყვანა მას შემდეგ. გამოქვეყნებული დეტალების მიხედვით, წინა დღეს ჯოანი, მისი ქმარი ჯარედი და მათი შვილები გარკვეული დროით იმყოფებოდნენ სანაპიროზე, ხოლო მოგვიანებით ჯოანმა ჯარედს შეთხოვინება გაუგზავნა და უთხრა, რომ სახლში წასვლამდე ცოტახნით ისევ სანაპიროზე დაბრუნდებოდა. მაგრამ ის სახლში არ დაბრუნდა, ხოლო მეორდილით ჯარედი პანიკაში ჩავარდა, როცა გაიღვიძა და ჯოანის ტელეფონზე მხოლოდ ერთი ტექსტური შეთხოვინება ნახა, რომელშიც ეწერა: „დამეხმარე“. მოგვიანებით მის ოჯახს აცნობს, რომ ჯოანი გარდაცვლილი იპოვეს იმ ადგილიდან გარკვეულ მანძილზე, სადაც მან თქვა, რომ სანაპიროზე იქნებოდა. ჯერედის ტექსტური შეთხოვინება განსაკუთრებით უცნაურად უცნაურად მოეჩვენა, რადგან ჯოანი არასდროს აგზავნიდა ერთსიტყვიან შეთხოვინებებს. თუ მას მანქანასთან პრობლემები შეექმნებოდა, აუცილებლად აუხსნიდა რა იყო პრობლემა. ამიტომ ჯარედი ფიქრობს, რომ ჯოანმა მას მაშინ მიწერა, როცა ვიღაცის კონტროლის ქვეშ იყო, ვინც შემდეგ სიცოცხლე მოუსწრაფა. გამოქვეყნდა სათვალთვალო კამერის კადრები მამაკაცის, ვისთანაც პოლიცია სურს საუბარი, რადგან მიიჩნევა, რომ ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც ჯოანი ცოცხალი ნახა. მისი სახე კადრებში დაბუნდულია, მაგრამ იმედი აქვთ მეაქვთ, რომ ვინმე მას მაინც იცნობს და პოლიციას დაუკავშირდება. თუ ჯოანის საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დარეგოთ ნომერზე 105 და მიუთითოთ საქმის ნომერი 240 83 9062. ჯოდი დალას პენინგტონი ცნობილი იყო ბუნების სიყვარულით. ის ხშირად მიდიოდა მეგობრებთან ერთად ბანაკში ან თევზაობაზე. 59 წლის ჯექსონ უილის არკანზასი მცხოვრებს საკმაოდ ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა და ხშირად მიდიოდა მოკლე მოგზაურობებზე თავის საყვარელ ბუნების ადგილებში. ჯოდის ერთი თვისება ის იყო, რომ ყოველთვის ეუბნებოდა ვინმეს, სად მიდიოდა და მუდმივად კონტაქტზე იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა გეგმები იცვლებოდა. მისი მოულოდნელი, გაუფრთხილებლად გაუჩინარება მარჩი ნამდვილად არ იყო მისთვის დამახასიათებელი და ჯექსონ უილის საზოგადოება პასუხების ძიებაში დატოვა. 11 მარტი იყო, როცა ჯოდი ბოლოს ნახეს ჯექსონვილში, როდესაც ის თავისი წითელი 1995 წლის Ford F-150 პიკაპით სახლიდან გავიდა. თავად მანქანა ძნელად შესამჩნევი არ იყო. მას უკანა საკარე მინაზე თეთრი რაზორბეკის ღურის სტიკერი ჰქონდა. უკანა ფანჯის გარშემო თხვის ხვრელების სტიკერები
და ძარაში გამორჩეული ნაცრისფერი ხელსაწყოების ხუთიედა. უცნაურია, მაგრამ არანაირი მინიშნება არ იყო, სად მიდიოდა და არავის გაუფრთხილებია თავისი გეგმების შესახებ. მისი ძმის ბერნის თმით, ხანდახან მარტო მიდიოდა უქმეებზე, თევზაობაზე ან ბანაკში, მაგრამ ასე დიდხანს არასდროს დარჩენილა და არც ისე რომ არავის სოდნოდა. მისი ქცევა სრულიად არადამახასიათებლად მიიჩნიეს. ჯოდისთან დაკავშირებული შემდეგი ნახვა უკვე მეორე დღეს მოხდა, როცა ფლოგის კამერებმა Pine Bluff-ში, არკანზასში დააფიქსირეს ფორდი ჯექსონვილიდან 55 მილით მოშორებით. არ არის ცნობილი, ჯოდი მართავდა თუ არა მანქანას, როცა კამერამ დააფიქსირა, მაგრამ ეს იყო ერთადერთი კვალი, რაც მათ ჰქონდათ. თუმცა ამ ერთ მნიშვნელოვან კვალზე შემდეგ საქმე უცნაურად გაირინა. აღარ იყო არც ერთი ნახვა ან მტკიცებულება, რაც მის ადგილსამყოფელზე მიანიშნებდა. იმ საბედისწერო დღიდან მოყოლებული, პენინგტონების ოჯახი დაუღალავად ეძებს პასუხებს, იმედოვნებს, რომ იპოვის რამეს, რაც საბოლოოდ დაასრულებს მათ ტანჯვას. ბერნიმ ღრმა შეშფოთება გამოხატა ინფორმაციის ნაკლებობის გამო. ის წავიდა ყველა იმ სანადირო, სათევზაო და ბანაკის ადგილას, სადაც მისი ძმა ხშირად დადიოდა, მაგრამ მისგან კვალი არ იყო. არც ერთი ნაკვალევი, პირადი ნივთი ან თულაც ფორდის საბურავის კვალი. ჩანდა, რომ ჯოდი თითქოს მიწიდან აორთქლდა, დატოვა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და საიდუმლო. პენინგტონის ოჯახი ერთადერთი არ იყო, ვინც დაკარგულ კაცს ეძებდა. ჯექსონვილის პოლიციის დეპარტამენტმაც ჩაატარა საკუთარი გამოძიება. ყველა შესაძლო ძალისხმევა გამოიყენა, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც პოლიცია და ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ, ისინი მოლოდიშის ხედან და იმ ერთ ზარს ელიან, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს მათთვის. გაუჩინარებიდან რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ არანაირი კვალი არ გამოჩენილა და ჯოდი კვლავ დაკარგულად ითვლება. ინფორმაცია ამ შემზარავი გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ჯექსონვილის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 501982391. საზოგადოებას გაფრთხილება მისცეს, რომ არ მიუახლოვდნენ მკვლელობის საქმეში ეჯუმი დანილს, რომელიც 19 სექტემბერს ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონის უიტმორ-რინსის რაიონში მოხდა. და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პოლიციას, თუ მას შეამჩნევთ, რადგან მიიჩნევა, რომ შესაძლოა შეიარაღებული იყოს და შეიძლება აგრესიულად მოექცეს ყველას, ვინც მის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის. მიმართვა უკავშირდება 28 წლის დუეინ მილზზე თავდასხმას, რომელიც იმ დროს ლესტერის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. მიჩნეულია, რომ ეჯმიტანილმა, რომელიც მოგვიანებით მოჰამედ მანირ ხანის სახელით იქნა იდენტიფიცირებული, იმ დღეს დუეინ მილს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს, რის შედეგადაც დუეინმა სიცოცხლე დაკარგა. მეორე მამაკაცი, 32 წლის საედ ზაინ ალი, ასევე დაშავდა თავდასხმის დროს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებოდა. მოჰამედი, რომელიც ახლობლებისთვის მენის სახელით არის ცნობილი, ვულვერჰემპტონის რაიონთან კავშირშია და ახლა მისი მოსაძებნად ვიდეოკამერის კადრები გამოქვეყნდა. კადრებში ის შავ ნაცრისფერ ჰუდშია გამოწყობილი, შესაბამის შარვალთან ერთად და თავზე შავი ბეისბოლის სტილის ქუდი ახურავს. ესევე გამოქვეყნდა მოჰამედის სახის მკაფიო ფოტო, რადგან ვიდეოკამერის ჩანაწერი გარკვეულწილად დაბალი ხარისხისაა და მისი სახე სრულად არ ჩანს. ჩანაწერი გაკეთდა დუეინზე თავდასხმამდე დაახლოებით 12 საათით ადრე, რომელიც პოლიციას მაშინ შეატყობინეს, როცა ვიღაცამ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმაგისმა გაიგო. როდესაც პირველმა მაშველებმა ადგილზე მიაღწიეს, დუეინი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო საიედი სასტრაფოდ გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში. ორი მამაკაცი ლესტერის ქუჩაზე მანქანაში ისხდნენ, როდესაც მოჰამედი მიუახლოვდა მათ, მოულოდნელად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მანქანისკენ დაუმიზნა და სროლა დაიწყო. უცნობია ქონდა თუ არა მას მსხვერპლებთან კონტაქტი თავდასხმამდე, ან იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს. თავდასხმის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გაუმძიებლები აცხადებენ, რომ ისინი დღე-დღამე მუშაობენ, რათა გაარკვიონ რა მოხდა და იპოვონ მოჰამედი, რათა ის პასუხისგებაში მიეცეს თავისი ქმედებებისთვის. დუეინისა და სიედის ოჯახები თავდასხმამ გაანადგურა და ისინი სასოწარკვეთილები ეძებენ პასუხებს, მათ შორის ყველაზე მთავარს, რატომ დაესხა მოჰამედი მათ იმ დღეს. იმედია ვინმე ამოიცნოს თავდამსხმელს და დროულად შეატყობინებს პოლიციას, რათა ის დააგაონ. თუ თქვენ ან თქვენს ნაცნობთაგან ვინმეს გაქვთ მსგავსი ინფორმაცია, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 101 და მიუთითოთ ჩანაწერი 358-19 სექტემბრის, ან დაუკავშირდეთ Crime Stoppers ნომერზე 0800-555-111. კივილს ყოველწლიურად ათასობით ოჯახი განიცდის მთელ მსოფლიოში, როდესაც მათი საყვარელი ადამიანები უბრალოდ სახლში არ ბრუნდებიან. ზოგი იძულებულია იცხოვროს იმ ტკივილთან ერთად, რომ იპოვეს იმ ადამიანის უსიცოცხლო სხეული. სხვებს კი უწევთ გაურკვევლობის ტვირთის ტარება, რადგან არასდროს გაიგებენ რა მოხდა. ერთ ჩრდილოეთ ირლანდიურ ოჯახს სწორედ ეს უფრო მძიმე ხვედრი ერგო.
ჯერარდ კონვეი კუქსტაუნში ცხოვრობდა, როდესაც მისმა ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ 2007 წლის თებერვალში განაცხადა. 32 წლის ჯერარდს რამდენიმე წლით ადრე ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს, რამაც მისი მოულოდნელი გაუჩინარება კიდევ უფრო შემაშფოთებელი გახადა. ჯერარდი ბოლოს 25 თებერვალს ნახეს. იმ დღეს იგი ბანკში სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, სადაც საკუთარი ანგარიშიდან თანხა გამოიტანა. ამის შემდეგ ზოგიერთი მისი ნაცნობი ამტკიცებდა, რომ ჯერარდი იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში ნახეს, მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში კონვეის ოჯახს მისი გაუჩინარება ოფიციალურად უნდა ეცნობებინა. გაუყოვნებლივ დაიწყო საძიებო სამუშაოები, იმ იმედით, რომ რისკის ქვეშ მყოფ პირს მალე იპოვიდნენ. მაგრამ ძაღლების ჯგუფებისა და საჰაერო მეთოყურეობის გამოყენებაც კი საკმარისი არ აღმოჩნდა ამ საიდუმოს გასახსნელად. მიუხედავად მასშტაბური საძიებო სამუშაოებისა, ჯერარდი ვერ იპოვეს და მისი სხეულიც არასდროს აღმოაჩინეს. გაიხსნა მოკვლევა ამ აუხსნელი გაუჩინარების შესახებ და შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ დაკარგული კაცი ცოცხალი აღარ იყო. იმ წლის სექტემბერში დაკარგული კაცის დედა უფრო მეტ ინფორმაციას გაამჟღავნებდა მისი ხასიათის შესახებ. მისი თქმით, ჟერარდს ოჯახურ გამათებს ხშირად მოხვებოდა მისი გაუჩინარება. ის ამტკიცებდა, რომ ჟერარდი ყოველთვის ბრუნდებოდა, თუმცა მას ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ის იყო, ციტირებით, მებრძოლი. ჟერარდის დედამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ის თავის უხეშ ხასიათს ავლენდა, ეს ძალიან ცუდი იყო. მოკვლევამ დაადგინა, რომ სულ რაღაც 1 წლით ადრე ჟერარდს 3 შეტევა ჰქონდა, რაც მის ნაადრევ გაუჩინარებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. აქ გამჟღავნებული დეტალები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ევარაუდათ, ის მარტივად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მტრულ ვითარებაში, რაც მის გაუჩინარებას გამოიწვევდა. საზოგადოება ამ შემთხვევით დაბნეულია და ფიქრობს, რომ ვიღაცამ რაღაც დაუშავა ამ კაცს, ხოლო მისი ბიძა ვარაუდობს, რომ რამდენიმე ადამიანი იყო, ვისაც ის არ მოსწონდა. მტკიცდებოდა, რომ თუ მას მანიური ეპიზოდი ჰქონდა, შეიძლებოდა სხვა ადამიანებს დასტკომოდა. ზოგი ფიქრობს, რომ სწორედ ეს მოხდა და შესაძლოა მან არასწორი ადამიანი ამოირჩია სამიზნედ. ყოფილმა შეყვარებულმაც კი თქვა, რომ გაუგია ჯორი, თითქოს ის წაიყვანეს და ბეღელში ყავდათ დამწყვდეული. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ოჯახის წევრების, პოლიციისა და საზოგადოების ვარაუდები იყო. არავინ ნამდვილად არ იცის რა დაემართა ჟერარდს, რა გარემოებებს შეხვდა და რა მიიყვანა ის ასე იდუმალ გაუჩინარებამდე. რამდენიმე წელი გავიდა და ჟერარდის სახე კვლავაც ჩანს დაკარგულის პოსტერებზე, რომლებიც ქუჩის ბოძებზე, სოციალურ მედიასა და ბლოგ პოსტებში ყველგან გვხვდება. მაგრამ არავინ გამოჩენილა ისეთი ინფორმაციით, რაც ამ საიდუმოს გახსნას შეძლებდა. ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია Crime Stoppers-ის ნომერზე 080055551111, მითითებით სარეფერენსო ნომერი 758 2007 წლის 13 თებერვლის. გიზბორნის პოლიციამ, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულზე ახალზელანდიაში, სთხოვა ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს 36 წლის ბილ ფაინმანჯის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდნენ, რადგან მისი მკვლელობის გამოძიება ჩიხში შევიდა. 2025 წლის 29 სექტემბერს ერთმა მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მან იპოვა უგუნო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი რივერდეილის უბანში. როდესაც ოფიცრები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ ბილი იპოვეს სახლის გაზონზე, რომელიც მდებარეობს ლაითონის გზასა და რიპარადა სტრიტს შორის. ის გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ბილი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. დადგინდა, რომ ბილი ცეცხლსასროლიერარით მოკრეს, თუმცა თავდასხმამდე მომხდარი მოვლენები საიდუმლოდ დარჩა. ცნობილია, რომ დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე ნივთი ამოიღეს, რომლებიც ყველა ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. გაუმძიებლებმა ასევე განაცხადეს, რომ იციან, თავდასხმის დროს იმ ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა და მათ სთხოვეს გამოჩნდნენ, რათა ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღონ ისინი. მას შემდეგ მათ გაავრცელეს ვიდეოკამერების კადრები იმ ადამიანების, ვისთანაც სურთ საუბარი ბილის საქმესთან დაკავშირებით, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებულნი მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან. მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაბალი ხარისხისაა, მათ გაავრცელეს ორი პირის აღწერილობა. ორივე მათგანი ვიდეოკადრებში ჩანს ჩაცმული ხუდიან სპორტულ მაისურებში, თავზე წამოწეული ხუდებით, სავარაუდოდ იმისთვის, რომ დაეფარათ სახე მიმდებარე უსაფრთხოების კამერებისთვის. პირველი ეჭვმიტანილი კამერებმა დააფიქსირეს მაშინ, როცა ის გარბოდა Forester House-იდან, გადადიოდა Ormond Road-ზე და გადადიოდა Ripparada Street-ზე. მეორე საეჭვო პირი დააფიქსირეს, როცა ის იმავე სახლიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიდიოდა. ის წავიდა Mary Street-ზე და შემდეგ Ormond Street-ზე, სანამ კამერების ხედვიდან გაქრებოდა. ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რომელშიც ეს ორი პირი ეჭვმიტანილია. პოლიციამ გაამჟღავნა, რომ ისინი შესაძლოა ასევე პასუხისმგებელნი იყვნენ Hyundai Sonata-ს ქურდობაზე, რომელიც Forester House-იდან 28 სექტემბერს საღამოს 7:30-დან შუაღამემდე მოიპარეს.
ცნობილია, რომ მანქანა რიპარა და ქუჩიდან Leighton Road-ზე გადავიდა და ელგინის მიმართულებით დაიძრა. შემდეგ დღეს ის აბერდინის გზაზე შენიშნეს, სანამ ჩერჩილის ქუჩაზე მიატოვებდნენ, სადაც 20 ოქტომბერს იპოვეს. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც ბილის საქმის გახსნაში დაეხმარება, გთხოვთ დაუკავშირდეთ პოლიციას ნომერზე 105, მიუთითეთ ოპერაცია ბუშმენი ან საქმის ნომერი 250 929 9035. Mark Wallace Davisi, რომელიც 1985 წლის თებერვალში დაიბადა, ბავშვობიდანვე კეთილ ადამიანად აღწერდნენ. დაზრდისას მან მიიღო მეტსახელი, პატარა მაიკლ ჯორდანი და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თავის ოჯახში. აი რატო არის მისი არ ოპნა დღეს სევდით სავსე, რადგან ნათესავები კვლავაც ცდილობენ პასუხების პოვნას. 2018 წელი იყო დევისი, რომელიც Clarksville-ში, ტენესის შტატში ცხოვრობდა, 6 შვილის მამა გახდა. ის ძალიან უყვარდა თავისი შვილები და სამუშაოსგან თავისუფალ დროს ძირითადად მათთან ატარებდა. მათ მაშინ არ იცოდნენ, მაგრამ ის წელი უკანასკნელი იყო, როცა მის შვილებს მისი ნახვა შეეძლოთ. 15 ივნისი იყო, როცა დევისი ბოლოს ნახეს მარათონის ბენზინგასამართ სადგურზე, მისამართზე, 1220 Preachers Mill Road-ი, რომელიც მას შემდეგ დაიხურა. საფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როცა 33 წლის დევისი მივიდა თავის თეთრ-წითელ სატვირთო მანქანით. შემდეგ ის შევიდა მაღაზიაში და ტუალეტი გამოიყენა. ამის შემდეგ ის შენობიდან გამოსვლისას შენიშნეს და უკანა მხარეს წავიდა, სადაც კამერები არ იყო. აქ თქვეს, რომ დევისი ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა უცნო პირთან. დაპირისპირების შესახებ დეტალები არასოდეს გასაჯაროებულა. შემდეგ ის დაბრუნდა თავის სატვირთო მანქანასთან, ჩაჯდა და წავიდა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ვინმე მის ნახა. მაგრამ როცა მიდიოდა, დევისი კვლავ უკავშირდებოდა რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. 2 დღის შემდეგ, მამის დღეს, ოჯახმა იცოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მას შემდეგ მასთან კონტაქტი აღარ ჰქონდათ და რადგანაც მას ძალიან უყვარდა თავისი შვილები, მამის დღეს მისი არ ყოფნა შეშფოთების მიზეზი გახდა. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა, სანამ დაკარგული მამაკაცი შეშფოთებული ოთახის მეზობელი ოჯახს დაუკავშირდებოდა და კითხავდა, თუ ვინმეს მათგანიდან დევისი ენახა. მალე ნათესავებმა გააცნობიერეს, რომ მასთან კონტაქტი რამდენიმე დღე არ ჰქონდათ, რაც ძალიან უჩვეულო იყო, რადგან დევისი მათთან ხშირად საუბრობდა. ოთახის მეზობლის მიერ დაკავშირების შემდეგ დევისთან დასაკავშირებლად რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობდა. ოჯახმა ადგილობრივ საავადმყოფოებსაც კი მიმართა, იმ იმედით, რომ დევისი იქ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. მაგრამ იმედი სწრაფად ქრება. მას შემდეგ, რაც დევისი ოჯახის წევრებმა დაკარგულად გამოაცხადეს, ინფორმაციის ძებნა დაიწყო. გაუმძიებლებმა აღმოაჩინეს ვიდეო თვალის ჩანაწერები და სწრაფად მიხვდნენ, რომ დევისის გაუჩინარებაში შესაძლოა დანაშაულებრივ ქმედებას ქონოდა ადგილი. ისინი ასევე ვარაუდობდნენ, რომ ვიღაცა ფლობდა ინფორმაციას, რომელიც მათ დევისის ადგილსამყოფელთან მიიყვანდა. დევისის დედა კიმი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ტრაგიკული რამ მოხდა. დანაშაულებრივ შოუებს მას შემდეგ მისი ცხოვრების ნაწილი გახდა და ის ეძებს ყველაფერს, რითაც საქმეს რაიმეს დაამატებს. მაგრამ ერთადერთი, რაც მას შეძლებია, არის საზოგადოებისათვის თხოვნა, რომ ინფორმაცია მიაწოდონ. კიმმა Facebook-ს მიმართა, რათა გაერთილებინა ინფორმაცია მისი დაკარგული შვილის შესახებ. რამაც რამდენიმე უცნობი ადამიანი გააერთიანა ერთობლივი ძალისხმევით Clarksville-ში მის შვილში, მის მოსაძებნად. იმ ადგილებიდან, სადაც ის ხშირად დადიოდა, იმ ადგილებამდე, სადაც ის საერთოდ არ ყოფილა. მიუხედავად საათებისა, დღეებისა და კვირებისა ძებნისა, არანაირი კვალი არ გამოჩნდა, რაც Mark Wallace Davisის ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმარებოდათ, რის გამოც ოჯახი დარჩა ღრმად კივილით, რომელსაც მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხი შეავსებს: სად არის Mark Wallace Davisi? ინფორმაცია ამ გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Clarksville-ის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 9 31 64 8 06 55. 2013 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, ბერმუდის ქალაქ პემბროკში, პოლიცია გამოეხმაურა წმინდა მონიკას მისიის რაიონში მომხდარი შემთხვევის შესახებ შეტყობინებას, სადაც მათ აცნობეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ინციდენტზე. მოსვლისთანავე მათ იპოვეს 30 წლის Jonathan Dilley, მისი სახლის გარეთ უგონო მდგომარეობაში და სასწრაფოდ გადაიყვანეს მეფე ედუარდ მე-7-ის მემორიალურ საავადმყოფოში. თუმცა მალევე გამოცხადდა, რომ Jonathan Dilley გარდაიცვალა და პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მასზე თავდასხმა განახორციელა. მაშინვე ივარაუდეს, რომ თავდასხმა დაკავშირებული იყო ბანდების საქმიანობასთან ამ რაიონში, იმის გამო თუ როგორ იყო იგი განხორციელებული. გამძიებლებმა განაცხადეს, რომ Jonathan Dilley-ზე ზურგიდან ეგრეთ წოდებული ეგზეკუციის სტილში ისროლეს და ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ის დამნაშავეს იცნობდა. პოლიციის პატრულები მაშინვე გაგზავნეს რამდენიმე რაიონში, რადგან შიშობდნენ, რომ მეტოქე ბანდა შურს იძიებდა დამნაშავეებზე. თუმცა მიიჩნევა, რომ Jonathan Dilley-ის თავდამსხმელი თავდასხმის დროს მარტო იყო.
მოწმეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს, როგორ გაექცა მამაკაცი ტერიტორიას მოტოციკლით და ის იმ დროს მარტო იყო. შემდეგ მან სამხრეთისკენ გადაუხვია გლიბის გზაზე და მიიჩნევა, რომ შემდეგ გაემართა ან პარსონსის გზაზე, ან ფრიზოლის გორაზე, ან ბიშოპ სპენსერის გზაზე. მოწმეებმა არ წერეს, რომ დაინახეს, როგორც ცდილობდა ჯონათანი გაქცევას აღნიშნული მამაკაცისგან, მაგრამ ვერ მოახერხა და მისი სიცოცხლე დასრულდა. მოხსენებულია, რომ შესაძლოა 9-მდე გასროლა განხორციელდა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და მიიჩნევა, რომ ჯონათანს მხოლოდ ერთხელ მოხდა ტყვია, მაგრამ ეს გასროლა სასიკვდილო აღმოჩნდა. მისი მეზობლების თქმით, ჯონათანის სახლი პოპულარული ადგილია, სადაც ხშირად იკრიბებიან ადამიანები, რომელთა უმეტესობა სავარაუდოდ ადგილობრივ ბანდებთან არის დაკავშირებული. ასევე უჩვეულო არ არის, რომ ამ ტერიტორიაზე იარაღის გასროლას ხშირად აფიქსირებენ, თუმცა ასეთი შემთხვევების უმეტესობა, როგორც წესი, სერიოზული არ არის. თუმცა წარსულში რამდენიმე სერიოზული შემთხვევაც ყოფილა. მათ შორის ერთ-ერთი მსგავსი თავდასხმა იყო, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. ის შემთხვევები უკვე გახსნილია, რადგან დამნაშავეები დაკავებულნი არიან, მაგრამ ჯონათანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ თავისუფალია. არსებობს შეშფოთება, რომ ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს შეიძლება მეტი იცოდნენ, ვიდრე ამბობენ, მაგრამ ისინი ყოყმანობენ წინ წამოვიდნენ, რადგან შემთხვევა სავარაუდოდ ბანდებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა შიშობენ, რომ შურისძიების მსხვერპლნი გახდებიან. იმისათვის, რომ ადამიანებს მოგონებები გაუღვივონ, საზოგადოებისთვის გამოქვეყნდა ვიდეოკამერის მიერ გადაღებული ღია ფერის ავტომობილის ფოტო. ის დააფიქსირეს იმ ღამეს დაახლოებით 20 საათზე, როდესაც მანქანა გლიბის გზაზე მოძრაობდა და მძღოლი ძველი პეპერპოტის მიმართულებით მიდიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციას ავტომობილის მძღოლი ეჭვმიტანილად არ დაუსახელებია, თუმცა მიაჩნიათ, რომ მას შეუძლია ჯონათანის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავებს და მოუწოდებენ, რომ გამოჩნდეს. ყველას, ვისაც ეს მანქანა უნახავს, ასევე მოუწოდებენ, რომ პოლიციას დაუკავშირდეს, რადგან ნებისმიერი მცირე დეტალი შეიძლება გადამწყვეტი ამოჩნდეს საქმის გახსნაში. სამწუხაროდ, ავტომობილის მარკა და მოდელი უცნობია, რადგან არსებული ვიდეოკამერების კადრები დაბალი ხარისხისაა. მანქანა იმ კამერიდან გარკვეულ მანძილზე მოძრაობდა, რომელმაც ის დააფიქსირა. ესევე ხელმისაწვდომია ვიდეოკამერის კადრები, სადაც მოტოციკლეტით გამლელი ჩანს და მოტოციკლის მძღოლს თხოვეს გამოძიებას დაუკავშირდეს, რადგან შესაძლოა მას რაიმე მნიშვნელოვანი შეემჩნია. ყველა, ვისაც შეუძლია დახმარება გამოძიებაში, სთხოვენ დაუკავშირდეს ბერმუდის მძიმე დანაშაულთა განყოფილებას, ნომერზე 2 4 7 1 7 3 9. 2021 წლის 9 ნოემბერი იყო, როდესაც ოკლენდში პოლიცია კარდაკარ დადიოდა, აგაკუნებდა და იმედოვნებდა, რომ მეზობლებს რაიმე ინფორმაცია ექნებოდათ. ისინი ეძებდნენ სანდრინგჰემის მცხოვრებს, სინდი ლის, რომელიც ბოლოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერში გამოჩნდა, სანამ ის იდუმალად გაუჩინარდა. 70 წლის სინდი ალი ტრენმერის გზაზე სეირნობისას დააფიქსირეს, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, კამერამ ვეღარ დააფიქსირა. სინდი დილაობით რეგულარულად სეირნობდა და მეზობლები მას ხშირად ხედავდნენ. ჩალი ჩვეულებრივ სეირნობაზე წავიდა, მაგრამ დასვენების ნაცვლად მასშტაბური საძიებო ოპერაცია დაიწყო. ხელისუფლებამ სწრაფად ჩამოაყალიბა საძიებო და სამაშველო ჯგუფები, რომლებიც 5 დღის განმავლობაში სამეზობლოს ჩრეკდნენ. საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას ოფიცრები ცდილობდნენ მოეპოვებინათ სხვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამ ტერიტორიაზე, რათა სინდის გადაადგილება გაერკვიათ და დაედგინათ, სად შეიძლებოდა მისულიყო იგი. დღეები გავიდა და არაფერი იპოვეს. მიუხედავად მათი მაქსიმალური ძალისხმევისა და ძალიან ცოტა კვალისა, სამართალდამცველებს არ შეეძლოთ ეთქვათ რა მოხდა, იყო თუ არა ვინმე ჩართული, ან ეს იყო რაიმე უცნაური შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ სინდი 70 წლის იყო, ამბობდნენ, რომ ის აქტიური და კარგ ფორმაში იყო და არ ჰქონდა არანაირი სამედიცინო მიზეზი გაუჩინარებისთვის. ქალი ასევე 30 წელია ახალზელანდიაში ცხოვრობდა, სადაც ქმართან ერთად ბიზნესი ჰქონდა, ასე რომ არ არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ უბრალოდ გზაებნა. ახალი კვალი რომ არ ჰქონდათ, პოლიციას იძულებული გახდა საზოგადოებისთვის მიემართა ინფორმაციის მისაღებად. მათ გამოაქვეყნეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, აღწერა და დაკარგული ქალის ფოტო, იმ იმედით, რომ ვინმემ რამე დაინახა. მათ თხოვეს, თუ იმეს ენახა ქალი, რომლის ტანსაცმელიც აღწერას ემთხვეოდა, გამოსულიყვნენ და ინფორმაცია მიეწოდებინათ. მაგრამ დღეები გადიოდა ისე, რომ სინდის ადგილსამყოფელზე არანაირი კვალი არ ჩნდებოდა და იმედი ნელ-ნელა ქრება. შემდეგ სრულიად მოულოდნელად, 11 დღის შემდეგ, როდესაც გაუჩინარებიდან თითქმის 2 კვირა იყო გასული, პოლიციამ რაღაცა განსაკუთრებული აღმოაჩინა. ნოემბრის 20 რიცხვში, შუა დღისას, სინდი მეზობლის სახლში მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონდა, ქალი აღმოჩენისას ძლიერად გაუწყողონებული იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციაში მისი მდგომარეობა დაასტაბილურეს. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს ერთი სახლი, რომელიც ცარიელი იყო, იმდრემდე არ ჰქონდათ გაჩრეკილი.
პოლიციამ განაცხადა, რომ სინდი იპოვეს, მაგრამ ვერ დაასახელეს, რამ გამოიწვია მისი გაუჩინარება და აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ მაშინ გახდებოდა ცნობილი, როცა ის საკმარისად კარგად იქნებოდა საუბრისთვის. მაგრამ 2025 წლისთვის ამ უცნაური გაუჩინარების გარემოებები კვლავ საიდუმლოდ რჩება. სინდილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება. როგორ შევიდა სახლში, თუ პოლიციამ დააგაგუნა იმ კარზე, რატომ არ დაიძახა მან? ეს იყო წარუმატებელი გატაცება თუ უცნობი სამედიცინო შემთხვევა, რომელიც მიზეზი გახდა. ახალი სამხრეთ უელსის პოლიციამ განაცხადა, რომ 28 წლის ჰონგ ლი ჩი, რომელიც 2022 წელს სიდნეიში, ავსტრალიაში ცხოვრობდა, პირველად დაკარგულად მისი ოჯახი 11 მაისს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება. გამოძიება დაიწყო და ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება, რაც აღმოაჩინეს, იყო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩიმ აკვარიეს კუკუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსიდან დაახლოებით საღამოს 6 საათზე გადიოდა. იმავე საღამოს და ეს ჩანაწერი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჩანაწერში ჩი შენობის ლობიში გადაადგილდებოდა, შემდეგ კი შენობის გარეთ დამონტაჟებულმა კამერებმა ის გარეთ გასვლისას დააფიქსირეს. შემდეგ ის ტელეფონს ამოწმებდა, სანამ ქუჩაზე გააგრძელებდა სვას. რამდენჯერმე ჩანს, როგორ უკან ეხედება. თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ამას კავშირი მის გაუჩინარებასთან. გამომძიებლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს კადრები იყო ბოლო ცნობილი შემთხვევა, როდესაც ჩი ცოცხალი ნახეს. მისი ოჯახის განცხადებით ბოლოს ის სიდნეის ტაუნ ჰოლში 11 მაისს დაახლოებით 1 საათზე ნახეს. ამის შემდეგ მან მოულოდნელად შეწყვიტა მათ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა. მის ტელეფონზე ზარები ავტომობილსახეზე გადადიოდა, რის შემდეგაც მათ გადაწყვიტეს პოლიციასთან დაკავშირება. 6 აგვისტოს ქალაქის მუშებმა პოლიციას დაურეკეს, როდესაც ჰოქსბერიში ბაკერის გზაზე ბუჩქებში გარდაცვლილი მამაკაცის ნეშტი იპოვეს. ნეშტი ლაბორატორიაში ტესტირებისთვის გაგზავნეს და შედავნეს და შედეგებმა დაადასტურა, რომ ნაპოვნი ადამიანი ჩი იყო. მისი გარდაცვალების გარემოებები საეჭვოდ მიიჩნევა და ვარაუდობენ, რომ ის დანაშაულის მსხვერპლი გახდა. მაგრამ საქმეში მცირე პროგრესია და გაუმძიებლები საზოგადოებას თხოვენ დაეხმარონ ყველა შესაბამისი ფაქტი შეგროვებაში. მათ თხოვეს ყველას, ვინც ჩის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა, დაუკავშირდეს მათ, რადგან შესაძლოა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია მის საქმესთან დაკავშირებით. ბევრი კითხვა კვლავ უპასუხებელია. მაგალითად, როგორ აღმოჩნდა ჩი დაახლოებით 50 მილით დაშორებულ ადგილას იმ ტერიტორიიდან, სადაც ბოლოს დააფიქსირეს სათვალთვალო კამერაზე. გარდა ამისა, ის არასდროს შეწყვეტდა ესე უეცრად ოჯახთან კონტაქტს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც იპოვეს, სანამ მოკლავდნენ. არსებული წყაროები არ მიუთითებენ, დადგინდა თუ არა ოდესმე მისი გარდაცვალების მიზეზი. ასევე უცნობია, რა იყო მის წინააღმდეგ თავდასხმის მოტივი, მაგრამ მალე უფრო ნათელი სურათი გამოიკვეთა, როდესაც გამომძიებლებმა დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება ჩის ცხოვრებაზე. გამოიკვეთა, რომ ის იყო დაბალი დონის არალეგალური ნივთიერებების გამსაღებელი. და ბოლოს მათ გამოავლინეს ეჯმიტანილი 28 წლის ფერენც შტემლერი, რომელიც დაკითხვაზე მიიყვანეს. მაგრამ რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მას ჩის საქმეს უკავშირებს, მას ჯერ ბრალი არ წაუყენეს. მას შემდეგ შტემლერი ეჯმიტანილად დასახელდა კიდევ ერთ საქმეში, სადაც ორი მამაკაცი, მულია და ედუატე სიალი, იარაღიანი ნიღბი მამაკაცის სამიზნე გახდნენ მაშინ, როცა ისინი საპარიკმა ხეროში იმყოფებოდნენ. ორივე მამაკაცი გადარჩა მას შემდეგ, რაც მათმა მიღებულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ყველა, ვისაც აქვს ინფორმაცია ჩის საქმესთან დაკავშირებით, სთხოვენ დაუკავშირდეს Crime Stoppers შემდეგ ნომერზე 333-000. პოლიციას ძალიან ცოტა კვალი აქვს სკოტ შვარცის გაუჩინარების საქმეში, რომელიც ბოლოს სათვალთვალო კამერაზე დააფიქსირეს, როცა ის ტოვებდა თავის საცხოვრებელ კომპლექსს Liberty's Townshipში, ოჰაიოში. Liberty Centerში რამდენიმე კამერაა განთავსებული, მაგრამ მხოლოდ ერთმა დააფიქსირა იგი. ვიდეო, რომელიც ბატლერის ოლქის შერიფის ოფისმა იპოვა, აჩვენებს, როგორ ჩამოდის მამაკაცი კიბეზე საღამოს 8:13 საათზე. მას ეცვა ნაცრისფერი CSI-ს მაისური და მუქი ჯინსები. და შემდეგ ის გაუჩინარდა. სკოტი, 60 წლის კაცი, რომელიც ბლეიკის ქუჩის 7500-იან კვარტალში ცხოვრობდა, ოჯახი ჰყავდა საქართველოში, რის გამოც ხშირად ორ ადგილს შორის ყოფნას ანაწილებდა. ეს იყო 2024 წლის 19 აგვისტო, როდესაც მან დატოვა თავისი ბინა და შემდეგ გაუჩინარდა. 2 დღის შემდეგ მისი ცოლი ბატლერის ოლქის შერიფის ოფისში მივიდა, რათა ქმრის გაუჩინარების შესახებ ეცნობებინა. მან ოფიცრებს უთხრა, რომ მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა და ასე დიდხანს მისგან არანაირი შეტყობინება ნამდვილად არ იყო მისთვის დამახასიათებელი. გამომძიებლები მალევე გაემართნენ ბინაში, იმ იმედით, რომ იპოვიდნენ მინიშნებებს, რომლებიც მის ადგილსამყოფელზე მიიყვანდათ. სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გარდა არაფერი იყო.
ოფიცრებმა იძულებითი შეღწევის კვალი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა დახლზე იპოვეს დარჩენილი საჭმელი, რომელიც როგორც ამბობენ, ბრიო იტალიური გრილიდან იყო და როგორც ჩანს, მიუთითებდა, რომ სკოტი ბინაში დაბრუნებას აპირებდა. მისი მანქანაც და მობილური ტელეფონიც ადგილზე იყო დატოვებული. ის აღარ გამოჩენილა სხვა კამერებზე, რომლებიც შესაძლოა მის შემდეგ გადაადგილებებს აჩვენებდა, ან დააფიქსირებდა თუ ვინმე საყვანილი ჰყავდა. თითქმის 1 წლის შემდეგ შერიფის ოფისს არ მიუღია არანაირი კვალი ან მინიშნება, რაც სკოტის ადგილსამყოფელს დაადგენდა. მათ გაფრთხილებები გაუგზავნეს პოლიციის განყოფილებებს კოლუმბუსშიც კი, იმ იმედით, რომ ვინმემ რამე დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ შეამოწმეს მისი მობილური ტელეფონი, ფინანსური ჩანაწერები და კომპიუტერი, არანაირი კვალი არ გამოჩენილა. პოლიციამ ვერ იპოვა დანაშაულებრივი ჩარევის კვალი, დვის კვალი და არც იმის მტკიცებულება, რომ მას შემდეგ რაიმე თანხა გამოეტანა ან გამოერენებინა. სკოტი იმ საბედისწერო დღეს კიბეებზე ჩამოვიდა და იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ამ პირის პოვნაში, შეგიძლიათ მიაწოდოთ ბატლერის ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 513 785 1300. საქმის ნომრით 245 1789. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ხელმისაწვდომია საქმეში, რომელიც ცნობილია როგორც სალისბერის მოწამვლა, რომლის დროსაც ყოფილი რუსი სამხედრო ოფიცერი და მისი ქალიშვილი იულია გახდნენ ყველობის მცდელობის სამიზნე 2018 წლის 4 მარტს. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სერგეი და იულია მოსკოვიდან ჰითროუს აეროპორტში გაფრინდნენ და იქ 3 მარტს დაახლოებით 14:40 საათზე ჩამოვიდნენ. მომდევნო დღეს სერგეის მანქანა დაინახეს, როგორ მიდიოდა დევაისის გზისკენ სალისბერიში. შემდეგ კი სერგეი და იულია სავაჭრო ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ბარში გარკვეული დრო გაატარეს. ამის შემდეგ მათ ისადილეს რესტორანში სახელად ზიზი და დააფიქსირეს, როგორ ტოვებდნენ ადგილს დაახლოებით 15:30 საათზე, მას შემდეგ რაც ანგარიში გაასწორეს. მხოლოდ 40 წუთის შემდეგ პოლიციას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მამაკაცი და ქალი, რომლებიც მოგვიანებით მამად და ქალიშვილად, სერგეი და იულია სკრიპალება დამოიცნეს, უგონოდ იპოვეს სალისბერიში, პარკის სკამზე. მთავარი მეტ და შემთხვევის ადგილზე მივიდა და მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. როდესაც შენიშნა, რომ იულია სკრიპალს პირზე ქაფი ჰქონდა, თვალები კი მბზინავი, თეთრი და ღია, მიუხედავად იმისა, რომ უგონოდ იყო. მათ რამდენჯერმე მოასულიერეს, მაგრამ ისე და ისევ გონებას კარგავდნენ. და როდესაც სასწრაფო დახმარება მივიდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მალე საქმესთან დაკავშირებულ პოლიციელებს უცნაური სიმპტომები გამოულინდათ. ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც სერგეის სახლში იყო ნამყოფი, მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოხვდა. ორ პოლიციელს ქავილის შეგრძნება თვალებში და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდათ. ამასობაში სერგეი და იულია კვლავ ცდილობდნენ გამოჯამრთელებას. მაგრამ 29 მარტს განაცხადეს, რომ იულია უკეთ იყო. და შემთხვევიდან 1 თვის შემდეგ სერგეიმ საბოლოოდ გონება მოეგო. 18 მაისს ორივე საკმარისად ჯანმრთელად მიიჩნიეს, რომ სახლში გაეშვათ. ერთმა გამომძიებელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სერგეის სახლში ჩხრეკის შემდეგ მოწამვლით დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ დამცავი ტანსაცმელი ეცვა. მოგვიანებით დადგინდა, რომ სახლის კარის სახელურზე სამხედრო დანიშნულების ნერვული აგენტი, სახელად ნოვიჩოკი იყო წასმული და შეხების შემდეგ ის მთელ სახლში გავრცელდა, რაც გარემოს უკიდურესად საშიშს ხდიდა. შედეგად 2019 წელს შენობას გარშემო დალუქული კონსტრუქცია აუგეს და სახურავი სამხედრო ჯგუფმა მოხსნა. შემდეგი 4 თვის განმავლობაში სახლის დანარჩენი ნაწილი დეკონტამინაცია ჩაუტარდა და ხელახლა აშენდა. შემდეგ გამოცხადა, რომ 2 ეჭვმიტანილი გამოავლინეს. არსებობდა ეჭვი, რომ ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი იყვნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები, რომლებმაც მოწამვლა განახორციელეს. და შემდეგ როგორც მესამე ეჭვმიტანილი დაემატა დოქტორი ალექსანდრე მიშკინი. შემდეგ გახდა ნათელი, რომ მოწამვლა რუსეთის მიერ განხორციელდა, რადგან სერგეი ეჭვმიტანილი იყო ბრიტანეთის მთავრობის სასარგებლო ჯაშუშობაში. ეს მიმდინარე საქმეა, რომლის გადაწყვეტას სავარაუდოდ დიდი დრო დასჭირდება. მაგრამ ამ ეტაპზე ინციდენტის მთავარი ეჭვმიტანილები უკვე გამოვლენილია. ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ სერგეი და იულია ახალ ზელანდიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია. ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის. Sarah Gail Ebersole დაიბადა 1996 წლის სექტემბერში, როგორც 8 შვილის უმცროსი. ის გაიზარდა სარასოტაში, ფლორიდაში, სადაც მას დეიდა და ბიძა ზრდიდნენ. როცა სარა თინეიჯერი გახდა, ის ორ ოჯახს შორის გადადიოდა, დეიდების ოჯახსა და დების ოჯახს დანელანში. 2014 წელს, 18 წლის ასაკში, ის გადავიდა დანელანში და იქ დაქორწინდა, მაგრამ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი მხოლოდ 1 წელიწადში დაშორდა. სარა საბოლოოდ ბინას იზიარებდა მისამართზე, 19220 Northwest 60 Avenue, Reddicky, Florida. ის ამ რაიონში მუშაობდა ეგზოტიკურ მოცეკვავედ.
მიუხედავად განქორწინების, დაშორების და რედიქში დაბრუნების მცირე დაბრკოლებისა, სარას ცხოვრება კარგად მიდიოდა. მაგრამ ეს მოულოდნელად დასრულდა 2023 წლის 2 მარტს, როდესაც ის შემაშფოთებლად გაუჩინარდა. იმ საღამოს დაახლოებით 7 საათზე მან დაასრულა მუშაობა და თავის დას მისწერა, რომ სახლში წაყვანა სთხოვა. თუმცა და ხელმისაწვდომი არ იყო და ვერ შეძლო მისი წაყვანა. 50 წუთის შემდეგ მან კიდევ ერთი მესიჯი გაუგზავნა და სთხოვა მის შვილებს მოკითხვა გადაეცა. შემდეგ 10 საათისა და 11 წუთზე ბოლო შეტყობინება მოვიდოდა. ეხლა როცა ამას იხსენებდა, დას ნატრად ჰქონდა რომ შეეძლო დაერწმუნებინა, არ გაეკეთებინა ეს. ბოლო მესიჯი სარა წერდა, რომ უცნობ სატვირთო მანქანაში ადიოდა უცნობ მამაკაცებთან ერთად, რომლებსაც ქობოება აღწერდა. ის ბედნიერი ჩანდა მათთან ყოფნით და ფიქრობდა, რომ სახლისკენ მხიარული მგზავრობა ელოდა. Sarah დაფიქსირდა Circle K-ის ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერაზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე 17980 North Highway 451, სადაც ის ორ მამაკაცთან ერთად შავ პიკაპში ჩაჯდა. 26 წლის სარა სახლში აღარ დაბრუნებულა და მას შემდეგ არც უნახავთ და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. უკვე მეორე დღეს სარას მდგომარეობაზე შეშფოთებულმა მისმა ოთახის მეზობელმა სცადა დაკარგული პირის შესახებ განცხადების შეტანა, მაგრამ პოლიციამ უთხრა, რომ ერთი კვირა უნდა დაეცადა. როდესაც ოჯახმა სარასთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო, საბოლოოდ იგი დაკარგულად განაცხადეს Marion County-ის შერიფის ოფისში და გამოძიება დაიწყო. ხელისუფლებამ სწრაფად შეძლო იმ უცნობი მამაკაცების იდენტიფიცირება, რომელთაც ბოლოს სარა ახლდა. მათ დაკითხვაზე მიიყვანეს, მაგრამ პოლიციამ არასდროს გაამჟღავნა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეეგროვებინათ. გაუმძიებლები მოგვიანებით განაცხადებდნენ, რომ სარა ბოლოს 3 მარტის დილის საათებში ნახეს, როდესაც როგორც ამბობენ, ის ცისფერ სედანში ჩაჯდა, რომელიც მოწმეების აზრით Hyundai იყო. ერთ-ერთი ქობოის თანაცხოვრებელმა განაცხადა, რომ დაკარგული ქალი იმ საღამოს მათ სახლში იყო და დილის საათებამდე იქ დარჩა. შემდეგ მან მარტო დატოვა სახლი და ჩაჯდა იმ ცისფერ მანქანაში. ამის შემდეგ საქმე ჩიხში შევიდა, რადგან მხოლოდ მოწმეების ჩვენებები და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები იყო მათი ერთადერთი კვალი. შემდეგ მთელი 1 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც დაუღალავად მუშაობდნენ იმის გასარკვევად, ვის ეკუთვნოდა ის ცისფერი სედანი, საქმეში გარღვევა მოხდა. 2024 წლის მარტში მერიონის ოლქის შერიფის ოფისმა დაასახელა ავტომობილის მძღოლი. ეს იყო ტაირონ მურმანი, რომელიც ეხლა გამოძიებისთვის საინტერესო პირად ითვლება. გამომძიებლებმა მიიღეს ორდერი მამაკაცის ტელეფონის გასაჩხრეკად და აღმოაჩინეს, რომ ის და დაკარგული ქალი მერიონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სასურსათო მაღაზიაში იმყოფებოდნენ. ისინი იყიყვნენ 2023 წლის 3 მარტის დილით. სამწუხაროდ ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც პოლიციამ შეძლო დაედგინა და მურმანი მას შემდეგ არ თანამშრომლობს. ეხლა სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ საზოგადოებას მიმართონ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც პასუხობს კითხვას, რა დაემართა სარა ებერსოლს. ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია Marion County შერიფის ოფისში ნომერზე 352 368 3508. 42 წლის Sean Poxy კიდევ ერთი მსხვერპლია წინასწარ დაგეგმილი თავდასხმის, რომელმაც იმსხვერპლა 2022 წლის 2 ოქტომბერს Belfast-ში, ირლანდიაში. $20,000 ჯილდო, რაც დაახლოებით $26,000 შეადგენს, ახლა შეთავაზებულია ყველასთვის, ვინც დამატებით ინფორმაციას მიაწვდის, რაც საქმეს დახურვაში დაეხმარება, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია არ მიუღიათ. იმ დღის მეორე ნახევარში Sean Poxy სტუმრობდა Donegal's Keltur საფეხბურთო კლუბს Belfast-ში, სადაც რამდენიმე ადამიანმა დაინახა, როგორ სვამდა ის სასმელს ღონისძიებების დარბაზში. მაგრამ კლუბში ქაოსი დაიწყო, როცა ორი მამაკაცი შევიდა და მას რამდენიმე მოწმის თვალწინ დაესხა თავს. მათ გამომძიებლებს უთხრეს, რომ თავდასხმა უდაოდ დაგეგმილი იყო, რადგან ორივე მამაკაცი პირდაპირ Sean Poxy-თან მივიდა და ცეცხლი გახსნა. ისინი სროლას აგრძელებდნენ მას შემდეგაც, რაც შონი მიწაზე დაეცა. ერთ მომენტში კი მას ზემოდან დაადგნენ და სროლას აგრძელებდნენ. შემდეგ ისინი გაიქცნენ გაიდორის ბაღების მიმართულებით და ჯერ კიდევ არ არიან იდენტიფიცირებულნი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე კლუბის კლიენტმა დაინახა. ინციდენტი 60 წამზე ნაკლებ დროში მოხდა და რამდენიმე ადამიანი შოკში დატოვა იმის გამო, რაც ნახეს. შესაძლებელია, რომ ამ ორ კაცს შონის რუტინა იცოდა, რადგან ის კლუბში არ იყო რეგულარული სტუმარი და სავარაუდოდ იცოდნენ, რომ იმ კვირა დღის მეორე ნახევარში იქ დროის გატარებას აპირებდა. პოლიციამ განაცხადა, რომ სასწაულია, რომ სხვა არავინ დაშავებულა, რადგან სულ რაღაც რამდენიმე წამში დაახლოებით 20 ტყვია იქნა გასროილი და ბევრი ტყვია იატაკს მოხდა და იქიდან ასხლეტილი იქ მყოფ პირებს ოდნავ ასცდა. მათ დაამატეს, რომ ესეთი ტიპის თავდასხმებს ადგილი არ აქვს ცივილიზებულ საზოგადოებაში და რომ ორივე თავდამსხმელი რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს მოძიებული, რათა სამართალი აღსრულდეს. მიუთითებენ, რომ შონის საქმე შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა შემთხვევასთან, სადაც მისი მეგობარიც მსგავსი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
იმ 2018 წლის ინციდენტში 53 წლის ჯიმ დონეგანი თავის მანქანაში ელოდებოდა შვილს სენტ მერის გრამატიკული სკოლის წინ, როდესაც მას თავს დაესხა კაცი, რომელიც როგორც მიიჩნევა, პარამილიტარული ჯგუფის წევრი იყო. თავდასხმა ასევე დღისით განხორციელდა და აღნიშნულ კაცს, როგორც ჩანს, არ ადარდებდა, რომ მას რამდენიმე მოწმე ხედავდა, ზუსტად ისე, როგორც შონზე თავდასხმის შემთხვევაში. დონეგანის შემთხვევაში ცნობილია, რომ მან წლების განმავლობაში რამდენიმე მტერი გაიჩინა, მაგრამ შონის ოჯახს და მის საქმეზე მოუშავე გაუნძიებლებს ჯერ არ უფიქრიათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მიზეზი, რადგან ის ამ რაიონში ყველას უყვარდა. ორივე კაცის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ხელმისაწვდომია, თუმცა ისინი ჯერ არ იდენტიფიცირებულან. პირველი კაცი ჩანს ჩაცმული, ღია ლურჯი კაპიუშონიანი, ზედით ბეისბოლის სტილის ქუდით, ნაცრისფერი შარვლით და შავი ფეხსაცმლით. მას ასევე აცვია ორფერიანი ხელთათმანები, რათა დანაშაულის ადგილზე ანაბეჭდები არ დაეტოვებინა. მეორე კაცი ჩაცმული იყო ღია ფერის კაპიუშონიან ზედაში, რომლის სახელოებზეც წითელი ზოლები გადიოდა, ბეისბოლის ქუდში, ნაცრისფერი ფერის ჩექმებით და ორფერიანი ხელთათმანებით. თუ იმ დღეს რაიმე სასარგებლო დაინახეთ, ან ამოიცანით რომელიმე კაცი ვიდეოში, გთხოვთ დაუკავშირდეთ Crime Stoppers შემდეგ ნომერზე. 555-111. ეს იყო 2024 წლის 27 ნოემბერი, როდესაც მაიკლ ბაუნსი ევრეკადან, კალიფორნია, სახლიდან გავიდა სასურსათო მაღაზიაში წასასვლელად. ის სავარაუდოდ მეგობართან ერთად აპირებდა საყიდლებზე წასვლას და უნდა შეხვედროდა მას იმ დღეს 4:30-ის შემდეგ. მაგრამ როგორც ჩანს, ის არასდროს მივიდა მეგობართან Pine Hill აპარტმენტებში, არამედ გაუჩინარდა უკუაოდ. 2 დღე გავიდა, სანამ ოჯახი მიხვდებოდა, რომ რაღაცა არ იყო რიგზე. 29 ნოემბრის შუადღეს მისი გაუჩინარების შესახებ ევრეკას პოლიციის დეპარტამენტს აცნობეს, რამაც სწრაფი ძებნა გამოიწვია და გამოავლინა სხვადასხვა შემაძრწუნებელი დეტალები. პირველი ინფორმაცია, რაც მათ აღმოაჩინეს, იყო ის, რომ მისი გაუჩინარების წინ, დაახლოებით 3:03 საათზე, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს 60 წლის მამაკაცი მერფის მარკეტში, Blue Lake-ის რაიონში, მარტო მეგობართან დაგეგმილ შეხვედრამდე. შემდეგი დეტალი მოწმისგან მოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ დაინახა ვერცხლის ფერი 2006 წლის Dodge Charger-ი სანომრე ნიშნით 900C F459, რომელიც მაიკლს ეკუთვნოდა, Pine Hill-ის აპარტამენტების მახლობლად, დაახლოებით იმ დღეს 5:52-ზე. ეს ავტომობილი 30 ნოემბერს აღმოაჩინეს. ის მიტოვებული და ჩაუკეტავი იპოვეს ვანსისა და ევრეკას ქუჩებზე, Pine Hill-ის რაიონში. Charger-ი მეგობრის ბინიდან 3 ბლოკში იდგა, რაც უცნაურად გამოიყურებოდა, მაგრამ მაიკლი არ საჩანდა. შიგნით მისი მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელსაც მუხტი აღარ ჰქონდა. გაუმძიებლები იმედოვნებდნენ, რომ მობილურში არსებული მონაცემები მათ მიანიშნებდა დაკარგული კაცის ბოლო წუთებზე და შესაძლოა მის ადგილსამყოფელზეც მიიყვანა. სამწუხაროდ მათ ვერ შეძლეს ორდერის აღება. იურიდიული ბარიერები და დაბლოკილი მონაცემები შეიძლება ხელს უშლიდეს ამ საიდუმლოს ამოხსნას. ხელისუფლებამ ფართოდ გაჩხრიკა ტერიტორია, მაგრამ ვერ იპოვეს არანაირი კვალი ან მტკიცებულება, რაც მის ადგილსამყოფელზე მიანიშნებდა. შემდეგ პოლიცია კიდევ ერთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს მიაგნო იმ ტერიტორიიდან, სადაც ავტომობილი იპოვეს. ვიდეოში ჩანდა, როგორ გაჩერდა Charger-ი Wentz Avenue-ზე ჩაქრობილი ფარებით. ჩანაწერის დრო აჩვენებდა 20:05-ს. რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მოწმე მას ნახავდა. რაც არ უნდა მომხდარიყო იმ საღამოს 20:05-ის შემდეგ, უცნობად რჩება. მაგრამ ამან გამოიწვია მუდმივი და შემაშფოთებელი საიდუმლო, რომელმაც საზოგადოებაში ბნელი შეგრძნება დატოვა. უკვალოდ და მინიშნებების გარეშე, ევრეკას პოლიციის დეპარტამენტს მხოლოდ მეტი ძებლის ჩატარება დარჩა. მესამე ოპერაციაში ევრეკას პოლიციის დეპარტამენტი და სამძებრო სამაშველო ჯგუფები ერთობლივად მონაწილეობდნენ. ერთად მათ 31 აკრი Greenbelt-ის ტერიტორია გაჩხრიკეს იმ ადგილთან ახლოს, სადაც მაიკლის მანქანა აღმოაჩინეს. სახანძრო მოხალისეთა ჯგუფები და 6 ძაღლი მონაწილეობდნენ ძებნაში, მაგრამ უშედეგოდ. მაიკლი გაუჩინარდა. მაიკლის გაუჩინარება კვლავაც აბნევდა კალიფორნიის საზოგადოებას, რომელიც ფიქრობდა, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს. ინფორმაცია მაიკლ ბაუნსის გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ევრეკას პოლიციას, ნომერზე 7-0-7-4-4-4-40-60. 21 წლის ათენ ბორსინოსი შეიძლება ყოფილიყო ყოფილი მელბურნის პოლიციის ოფიცრის შვილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გაჰყოლია მამის კვალს. ცნობილი იყო, რომ ის სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული და მიიჩნევა, რომ ეს თავდასხმის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომელმაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა ბორსინოსმა გადაწყვიტა გაწევრიანებულიყო ბანდაში, რომელსაც კასიმ ჰამადი და მისი ბიძაშვილი აჰმად ალ-ჰამზა ხელმძღვანელობდნენ. ცნობილია, რომ ჰამადი ავსტრალიაში არალეგალური თამბაქოს ვაჭრობაშია ჩართული.
მიჩნეულია, რომ ბორსინოსი მონაწილეობდა ორგანიზებულ მკვლელობაში, რომელმაც სულიემან აბდულ რაჰიმის სიცოცხლე შეიძირა. ეს იყო ცნობილი განგსტერი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს პრესტონის ჰაი-სტრიტზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა სადგომში. მიჩნეულია, რომ 4 მამაკაცი აბდულ რაჰიმს ელოდებოდა და როდესაც ის თავის შეყვარებულთან ერთად მივიდა, მას თავს დაესხმენ. შეყვარებულმა დახმარების გაწევას სცადა, სანამ პოლიციას გამოიძახებდნენ, მაგრამ როცა ისინი მივიდნენ, აბდულ რაჰიმი უკვე გარდაცვლილი იყო. გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბორსინოზე თავდასხმაც დეტალურად იყო დაგეგმილი და დანაშაულის ჩასადენად პროფესიონალი მკვლელები დაიქირავეს. საზოგადოებისთვის უკვე გამოქვეყნებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ადასტურებს, რომ თავდამსხმელებმა რამდენიმე თვით ადრე მოპარული ავტომობილები გამოიყენეს მის დასადევნებლად თავდასხმამდე, რომელიც დრისით ყველას თვალწინ განხორციელდა. საინტერესოა, რომ მას სასამართლოში უნდა ეცხადა მის წინააღმდეგ წაყენებული იარაღის, მართვისა და არალეგალური ნივთიერებების ბრალდებებზე, თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა ეს რამენაირად მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას. ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია და ვარაუდობენ, რომ ბორსინოსზე თავდასხმა მისი ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის გამო შეუკვეთეს. ორი მამაკაცი, რომლებიც თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელი, დაფიქსირდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერში და პოლიციას თხოვს ყველას, ვინც მათ ამოიცნობს, პოლიციას დაუკავშირდეს. ჩანაწერში ჩანს, როგორ გამოდიან ორი მამაკაცი ეპინგის სავაჭრო ცენტრიდან და ხელში ხავისფერი ქაღალდის პარკები უჭიროთ. შემდეგ ისინი მივიდნენ Volkswagen-ის ჯიპთან, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მელბურნში მოპარული იყო. მათი გეგმის წარმატებით შესრულების შემდეგ ისინი Nissan Patrol-ით გაიქცნენ, რომელიც ასევე მოპარული იყო და გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ის მანქანა მიატოვეს და Volkswagen Golf-ში გადაჯდნენ. Golf-ით გარკვეული დროის მგზავრობის შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ გადაჯდნენ სხვა მანქანაში და BMW-ში ჩასხდნენ, თუმცა მანამდე Golf-ს ცეცხლი წაუკიდეს, იმ იმედით, რომ ალი გაანადგურებდა ყველა შესაძლო მტკიცებულებას, რაც იქ შეიძლებოდა დარჩენილიყო. თუ იცით ვინ არიან ეს ორი მამაკაცი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზაცია Crime Stoppers ნომერზე 1-800-300-000. Brockton-ის პოლიციის დეპარტამენტი, კინოლოგიური დანაყოფები და სხვა სამაშველო ორგანიზაციები მიმდინარე წლის ივლისის პირველ დღეებში მიაწყდნენ Capri Towers-ის გაშლილ მდებარე ტყიან ტერიტორიებს. Capri Towers-ი კი Brockton-ში, მასაჩუსეტსის შტატში, Crescent Street 745-ზე მდებარეობს. ისინი ეძებდნენ დაკარგულ ადამიანს, რომლის გაუჩინარებაც არა მხოლოდ საიდუმლო, არამედ უკიდურესად საშიში იყო. 7 წლის მარი ლუი სანტის გაუჩინარება, რომელიც იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც ოფიცრები ეძებდნენ, 5 ივლისი იყო, როდესაც მარი, რომელიც მხოლოდ ჰაიტურ გრევლზე ლაპარაკობს, თავის საცხოვრებელი კომპლექსიდან გაუჩინარდა და უკვალოდ დაიკარგა. ოჯახის თქმით, მან აქამდეც არაერთხელ დატოვა სახლი, მაგრამ ყოველთვის სწრაფად პოულობდნენ. მაგრამ მისი სახლის გარშემო არსებული სქელი ტყე ბევრად ართულებდა მის პონას, თუ იქ აღმოჩნდებოდა. მიუხედავად წინა შემთხვევებისა, ნათესავებმა ბმა ამ კონკრეტული გაუჩინარების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მისი კეთილდღეობის გამო შიში იზრდებოდა, როგორც კი დღეები გადიოდა. მარიე დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ ბინის კომპლექსის გარეთ, სადაც ჩანს მხოლოდ მისი გასვლა, მაგრამ არ ჩანს რომელ მხარეს წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ და სამაშველო პერსონალმა მაქსიმალური სისწრაფით ეძებდნენ, მათ ვერ იპოვეს არანაირი კვალი, რაც მარიეს ადგილსამყოფელზე მიიყვანდათ. მას შემდეგ ისინი საზოგადოებას მიმართავენ იმ იმედით, რომ ვინმემ რამე დაინახა. თუმცა როგორც ჩანს, არავის არაფერი დაუნახავს. ძაღლებმა ტყიან ტერიტორიაზე სუნი ვერ აირეს, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს. საქმის გამოძიებაში ჩართული ოფიციალური პირები არ ამხელენ, ეჭობენ თუ არა დანაშაულებრივ ქმედებაში, ვინ იყო ბოლო ადამიანი, ვინც მარიე დაინახა, ან რა იყო მარიეს მოულოდნელი გაუჩინარების გარემოებები. უბრალოდ წავიდა და დაიკარგა? ვინმემ წაიყვანა? თუ აქ უფრო ბოროტი რამ ხდება? ეს კითხვებია, რომლებიც მასაჩუსეტსის საზოგადოებას დაძაბულობაში ამყოფებს. მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე სოციალურ მედიაში გავრცელდა იმ იმედით, რომ ერთი მოწმე მაინც გამოჩნდებოდა. მაგრამ ამ გავრცელებამ მხოლოდ ერთი შემაშფოთებელი თეორია გამოიწვია, რომელიც სოციალური მედიის რამდენიმე მომხმარებელმა ივარაუდა. მათ ვარაუდობდნენ, რომ მარიე სავარაუდოდ ISIS, ანუ შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მსხვერპლი იყო, რადგან ქალი ჰაიტიდან იყო წარმოშობით. ამ ვარაუდის შემდეგ ოჯახში შიში კიდევ უფრო გამძაფრდა. თუ მარიე ISIS მიერ დააკავეს, მაშინ ის შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს, ან დაკავებაში, ან უკვე დეპორტირებული და მის ნათესავებს ამის შესახებ არაფერი ეცოდინებათ. Brockton-ის პოლიცია აგრძელებდა დაკარგული ქალის ძებნას, რომლის ასაკი და შესაძლო ჯანმრთელობის გართულებები მის პოვნას გადაუდებელ საკითხად აქცევს. პოლიციამ კომუნიკაციის არხი გახსნა იმ იმედით, რომ საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაცია შეიძლება დაეხმაროს მის პოვნაში.
ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ბროქტონის პოლიციის დეპარტამენტისთვის ნომერზე 508-94102000. საქმე, რომელიც ეხება 35 წლის რკინისკინის მუშას, კორი არიზმენდეს, და რომელიც 2022 წელს ოსტინში, ტეხასში მოხდა, დღემდე აოცებს როგორც მის ოჯახს, ისე გამომძიებლებს, რადგან ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ, ვინ დაესხა მას თავს და რა მოტივი ჰქონდათ. საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი კორი არიზმენდესზე თავდასხმას არ აჩვენებს, ის ასახავს მის გადაადგილებებს იმ საათებში, სანამ მისი სიცოცხლე დასრულდებოდა. და იმედია, ეს ვინმეს გაახსენებს რამეს და ისინი გადაწყვეტენ გამოჩნდნენ, რათა მისი თავდამსხმელი დააგავონ. 4 წუთიან მონტაჟირებულ ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა, ჩანს როგორ ადის კორი კაპ მეტროს ავტობუსში 16 აპრილს იმ წელს საღამოს 10:07 საათზე. ეს კადრები ავტობუსში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. შემდეგ ის დააფიქსირეს კამერებმა ლავაგას ქუჩის 1500 ბლოკთან იმავე ღამეს დაახლოებით 10:36 საათზე, როცა ის ქუჩის ერთ მხარეს გადადიოდა მეორეზე. მეორე მხარეს გადასვლის შემდეგ მან სამხრეთის მიმართულებით გააგრძელა სვლა და თვალსახედვიდან გაქრა. შემდეგ კამერა მის დაახლოებით 90 წუთის შემდეგ 17 აპრილის დილით დააფიქსირა, როცა ის ტროტუარზე მიდიოდა მე-6 ქუჩისა და ბრაზუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან ახლოს. შემდეგ ის დასავლეთისკენ მიემართებოდა მე-6 და კონგრესის ქუჩებზე და 12:30 საათზე. ის მე-6 ქუჩის 200 ბლოკში შენიშნეს, მაგრამ ამჯერად მარტო აღარ იყო. მასთან ერთად იყო ქალი, რომელსაც თეთრი ჩანთა ეჭირა. შემდეგ ის შევიდა მაღაზიაში მე-6 ქუჩის ჩრდილოეთ ბოლოში და მაღაზიიდან 30 წუთის შემდეგ 1 საათზე გამოვიდა. და ის ქუჩაში სხვა ქალთან საუბარშია შემჩნეული. ვიდეოში ნაჩვენები არც ერთი ადამიანი არ გამოჩენილა და იმედია გამოქვეყნებული ვიდეო მათ ამისკენ უბიძგებს. იმავე დილით პოლიცია გამოიძახეს, როდესაც კორი აღმოაჩინეს გარდაცვლილი გზაზე East Milton Street-ის 200-იან მონაკვეთში. დადგინდა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღით დაესხმენ თავს, თუმცა ეჭვმიტანილები არ გამოულენილა, რადგან თავდასხმამდე მისი გადაადგილება უცნობია. მისი დედის თქმით, თავდასხმამდე ერთი თვით ადრე, კორი უთხრა მას, რომ იცოდა, ვიღაც აპირებდა მის მოგვლას. მან დეტალები არ გაამხილა, მაგრამ დედას უთხრა, რომ უბრალოდ სურდა დარწმუნებულიყო, იცოდა მისი შეშფოთების შესახებ. ერთ მომენტში კორიმ განიხილა ასტინის დატოვება და Fort Bend-ში ოჯახთან დაბრუნება, მაგრამ მისი ოჯახის თქმით, პრობლემებისგან გაქცევა მის ხასიათში არ იყო, ამიტომ გადაწყვეტა არ გადასულიყო. კორის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა დაამატა, რომ შეამჩნია მისი ქცევის ცვლილება იმ კვირებში, სანამ მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდნენ, რადგან ის აღარ იყო ისეთი გულახდილი, როგორც ადრე და თითქმის ყველა ნაცნობთან შეწყვიტა ურთიერთობა. პოლიციამ სთხოვა ყველას, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ვიდეო მასალაში, გამოვიდეს და განაცხადოს, რადგან მათ შესაძლოა უნებლიეთ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას დაეხმარება. თუ იცით ვინ დაესხა თავს კორის, ან გაქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია მის საქმეზე, გთხოვთ დავუკავშირდეთ ოსტინის პოლიციის დეპარტამენტის მკვლელობათა განყოფილებას ნომერზე 5-1-2-9-4-4-7-7. არც ერთი მშობელი არ ეოლდება, რომ ოდესმე მოუწევს დადგეს ჟურნალისტის მიკროფონის წინ, აღწეროს საკუთარი შვილი და იმედოვნოს, რომ ვინმე მნახა ის, რადგან ის დაკარგულია ან ვერ დაუკავშირდა. ზუსტად ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ვიდალის ოჯახი, როდესაც მათი ზრდასრული ვაჟი ზაქარი ვიდალი გაუჩინარდა. მათი ის აღწერეს როგორც შესანიშნავი ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა ოჯახის გარემოცვაში ყოფნა. ის მოუთმელად ელოდა მათ სოციალურ შეკრებებს, სადაც ყველა ერთად ერთობოდა. ის მხიარული ოჯახური შეკრებები შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ზაქარი 2022 წელს აუხსნელად გაუჩინარდა. იმ წლის 22 ოქტომბერი იყო, როცა 27 წლის ზაქარი შევიდა 7-11-ის მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს Pottsville-ის Pennsylvania-ის East Norwegian Street-ზე, Route 61-ის მიმდებარედ. ის მაღაზიის სათვალთვალო კამერაზე დააფიქსირეს წითელი მაისურით, ლურჯი ჯინსებით, ღია ფერის ქურთუკითა და ოუქლის ბეისბოლის ქუდით. კამერამ დააფიქსირა მისი შესვლა იმ დღეს დაახლოებით 4 საათზე, ასევე მისი გასვლა, რაც მის გაუჩინარებამდე ბოლო წუთების დასაწყისი იყო. იმავე დღეს მოგვიანებით ზაქარი გავრცელებული ინფორმაციით წავიდა სახლის წვეულებაზე პოტსვილში. სახლში მცხოვრებლების თვით მან დატოვა იქაურობა მეორე დღეს დილით ადრე და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. ვიდალის ოჯახი არ ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ბიჭს გაქრობა ქონდა განზრახული და ვარაუდობს, რომ ვიღაცამ რაღაც იცის და სწორედ მას აქვს ზაქარის ადგილსამყოფელის დადგენის გასაღები. მას შემდეგ, რაც მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, პოტსვილის პოლიციამ სწრაფად დაიწყო ხელჩასაჭიდების ძებნა.
ერთი ცნობა მალევე მიიღეს გაუჩინარების შემდეგ, სადაც აცხადებდნენ, რომ ზაქარი შენიშნეს ქალაქიდან გამავალ სარკინიგზო ლიანდაგებზე მოსიარულე. თუმცა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ნახვის დადასტურება. რის გამოც მხოლოდ სასურსათო მაღაზიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი და წვეულებაზე დასწრება დარჩა ზუსტად დადასტურებულ გადაადგილებად მის გაუჩინარებამდე. ამბობენ, რომ ზაქარი ხშირად დადიოდა ფოცვილის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მარკეტისა და ცენტრის ქუჩების კუთხეში მდებარე ბორბალთან, მაგრამ მას ამ ადგილებში, სადაც ხშირად ჩნდებოდა, აღარავინ უნახავს. ასევე ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა Schuylkill Heaven-ში, პენსილვანიის ერთ-ერთ ბოროში, ან Sharp Mountains-ზე, პენსილვანიის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებოდა, რომელიც რიჯისა და უელის აპალაჩების ნაწილია. მიუხედავად ამ ტერიტორიებზე ჩატარებული საძიებო სამუშაოებისა, ზაქარი კვლავ დაკარგულად ითვლება. დაკარგული ზაქარი. ვიდალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ფოცვილის პოლიციის დეპარტამენტში ნომერზე 576-622-1224. მამაშვილის 63 წლის ფაუსტინო ელამოსა და 25 წლის ლუის ანიელე ალამოს ოჯახი სასუთარკვეთილია და პასუხებს ელის ჩიკაგოს ქალაქისგან. რადგან ფაუსტინოსა და ლუისის სიცოცხლის წართმევაზე პასუხისმგებელი კაცები ჯერ კიდევ არ არიან იდენტიფიცირებული. ისინი, ვინც იცნობს ამ ოჯახს, მათ ურთიერთობას ჯანმრთელად აღწერენ, რადგან ცნობილია, რომ ისინი ერთმანეთს მხარს უჭერენ. ასევე ცნობილია, რომ ისინი უმეტეს დროს ერთად ატარებდნენ, რაც ამ თავდასხმას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის. მამა და შვილი ჩიკაგოს Little Village-ის უბანში სამკაულების მაღაზიას ფლობდნენ და საღამოს 5:49 საათზე. 2025 წლის 8 ნოემბერს, საღამოს 5:49 საათზე ისინი უკვე აპირებდნენ მაღაზიის დაკეტვას. მაგრამ სანამ ამას გააკეთებდნენ, მაღაზიაში შევიდა კაცი, რომელსაც Chicago Black Hawks-ის ჰუდიანი ეცვა და ის უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა. შემდეგ მან იარაღი ამოიღო და მამასა და შვილს მიუშვირა. მოითხოვა, რომ რამდენიმე სამკაული გადაეცა თვისთვის. ორ მამაკაცს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან თავიანთი სიცოცხლისთვის ეშინოდათ და დაემორჩილნენ. და როგორც კი ძართველმა ის მიიღო, ისთვისაც მოვიდა, გაქცევა დაიწყო. მეზობელი ბიზნესის კამერა აჩვენებს, როგორ ტოვებს მამაკაცი მაღაზიას და ქუჩაზე მიდის. მაგრამ ფაუსტინო და ლუისმა გადაწყვიტეს დაედევნათ მას, რათაც აღებული ნივთები დაებრუნებინათ. ერთმა მათგანმა ქუჩაზე გაჰყვა მას და როცა დამნაშავეს დაეწია, დაპირისპირება მოხდა. ქურდმა მოახერხა თავის დაღწევა, მაგრამ ამ დროისთვის ფაუსტინო და ლუისიც უკვე მისდევდნენ მას. მათ ქურდს Springfield-ის Avenue-ის კუთხემდე დაედევნენ, სადაც მოვლენებმა საშიში და ტრაგიკული მიმართულება მიიღო. კაცმა, რომელიც ალბათ მომწყვდეულად გრძნობდა თავს, კვლავ ამოიღო იარაღი და ამჯერად სროლა დაიწყო. მამაც და შვილიც დაიჯერნენ, ხოლო მძარცველმა მომოახერხა გაქცევა და წაღებული ნივთებით ან წაიღო. დაინახეს, როგორ ჩაჯდა თეთრ მაზერატის ჯიპში და დიდი სიჩქარით სამხრეთის მიმართულებით გაემართა Springfield-ის Avenue-ზე. სამწუხაროდ, სათვალთვალო კამერის ჩანაწერი დამნაშავის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. და ახლა პოლიციას თხოვს ყველას, ვინც მას ამოიცნობს, პოლიციას მიმართოს, რათა მისი პოვნა და დაპატიმრება მოხდეს. გაუნწიებლებისთვის ამ მამაკაცების ადგილსამყოფელი შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯამში $20,000 ჯილდოა დაწესებული და მათ მიმართეს ამ რაიონში სხვა სამკაულის მაღაზიების მფლობელებს, რომ დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ შენიშნეს საეჭვოდ მოჩანჩალი ადამიანები თავიანთ მაღაზიებთან. ვინც ამ ორ მამაკაცთაგან რომელიმეს იცნობს, სთხოვენ დაუკავშირდეს ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 312-726-822. რამდენიმე ჯანმრთელობის პრობლემით ცხოვრობდა დოლიტა ლუდა უილკერსონი, რომელსაც 2020 წლისთვის უკვე 6 შვილი ჰყავდა, 15-დან 22 წლამდე ასაკის. იმავე წელს ის თავის ძმის ევან სვილის ინდიანა სახლში დარჩებოდა, თუმცა შემდეგ გაუჩინარდა და უკან თითქოს გადაუჭრელი საიდუმლო დატოვა. 21 ივნისს დონიტა ძმის სახლიდან, რომელიც ლოჯისა და თეილორის გამზირებთან ახლოს მდებარეობდა, გავიდა და თავის უმცროს შვილს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. მაგრამ არავის ეგონა, რომ ეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა მას ნახავდნენ. 44 წლის ქალი იმ საღამოს აღარ დაბრუნდა და მისი დაკავშირების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მეორე დილით, როცა ოჯახის წევრებმა გააცნობიერეს, რომ მან მათ ზარებს არ ოპასუხა, ისინი პოლიციაში განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ და დონიტას ძებნა დაიწყო. პოლიციამ ჯერ სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ გაირკვა, რომ მისი მობილური ან გამორთული იყო, ან ბატარეა ჰქონდა დამჯდარი. იმედით, რომ გაარკვევდნენ მის გადაადგილებებს, გაუნძიებლები მალე გადაერთნენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე და დაიწყეს საათობით ვიდეო მასალის გადახედვა. მალე მათ იპოვეს ჩანაწერი დონიტას შესახებ, სადაც ის ჩანს წინა საღამოს, დაახლოებით 8:16 საათზე, როგორ ტოვებს ევანსვილის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე მოტელს. შემდეგ უსაფრთხოების კამერებმა აჩვენეს, როგორ იდგა ის დაწესებულების გარეთ უცნობ პიროვნებასთან ერთად.
იმ კაცისგან მოშორებით გასვლის შემდეგ დონიტა ჩანაწაში ჩანს, როგორ ადის ვერცხლისფერ 2004 წლის Chevrolet Suburban-ში, რომელსაც ჰქონდა ლუქი და დაბურული ფანჯრები და ბოლოს მათ ხელჩასაჭიდი ჰქონდათ. პოლიციამ კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების კამერა გადაამოწმა და დაადგინა იმ SUV-ის მარშრუტი, რომელშიც დაკარგული ქალი ჩაჯდა. მანქანა სამხრეთ-დასავლეთ ინდიანას გაიარა და შემდეგ სამხრეთ ილინოისში შევიდა. გაუნძიებლებმა შეძლეს დაედგინათ, რომ დონიტას ტელეფონი ამ ტერიტორიაზე 5 ჯერ დაფიქსირდა, განსაკუთრებით ილინოისის კარბონ-დეილის მიდამოებში. სიგნალები მოულოდნელად შეწყვდა მომდევნო დილის ადრეულ საათებში. ხელისუფლებამ შეძლო გაერკვია, ვის ეკუთვნოდა SUV და ისინი სწრაფად იპოვეს. თუმცა როგორც ამბობენ, მათ უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, რის გამოც საქმე უცნაურად ჩიხში შევიდა. დონიტას გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რაღაც ბოროტი უკვე მოხდა. ოჯახის თქმით, მას ორი მამაკაცისგან სულ უფრო მუქარის შემცველი შეტყობინებები მისდიოდა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მეგობარი ბიჭი იყო. სასამართლო ჩანაწერების მიხედვით მას 2018-2019 წლებში 4 ჯერ დააკავეს, სავარაუდოდ ოჯახური ძალადობისა და ცემის ბრალდებით. დონიტამ მსხვერპლად იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობა საჯაროდ არ გამოუცხადებიათ, ეს ორი მამაკაცი და SUV-ის მფლობელი უცნაური გაუჩინარების საქმეში ეჭვმიტანილებად არ მიიჩნევიან. საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და მნიშვნელოვანი გარღვევები არ დაფიქსირებულ არ დაულა. ინფორმაციისთვის, რომელიც დაკარგული ქალის პოვნას შეუწყობს ხელს, $5,000 ჯილდოა დაწესებული. ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ ევანსვილის პოლიციის დეპარტამენტს, შემდეგ მისამართზე. 12-436-7979. დიდი მადლობა ყურებისთვის, მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ღილაკს. ესევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააცკაპუნოთ ჩატყობინების ზარზე, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით, მეგობრებო.